რუსული საფრთხე და მისი აღქმა პოლონური, უკრაინული და ქართული გამოცდილებების მიხედვით ამ სახელწოდების სტრატეგიული დიალოგის საჯარო სესია გაიმართა თბილისში. აქცენტი დეზინფორმაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე გაკეთდა. ამ კონტექსტში ევროკავშირის ელჩმა სასანქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით ისაუბრა და სინანული გამოთქვა მოსაოდნელ შეზღუდვებთან დაკავშირებით. რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, საქართველოში მიღებული ქმედებები, გადაწყვეტილებები, კანონმდებლობა ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს. ეს არაერთხელ იყო ნათქვამი ევროპის საბჭოს, ჩვენი ყველა ლიდერის მიერ. ჩვენ გთხოვეთ საქართველოს, გთხოვთ ნუ გააკეთებთ ამას, გთხოვთ დაგვიახლოვდით და ნუ წახვალთ ჩვენგან შორს. სამწუხაროდ ჩვენი მოწოდებები სრულიად იგნორირებულია. უარესი კი არის ის, რომ ჩვენ რასაც ვხედავდით საქართველოში რამდენიმე თვის განმავლობაში ეს არის დაშინება, ძალადობა, სისასტიკე და სრული დაუსჯელობა იმ ადამიანების, რომლებიც ქუჩაში ხალხს ცემდნენ. სწორედ ამიტომ ევროკავშირი ცდილობს სანქციების დაწესებას ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. როგორც არაერთხელ აგიხსენით იმისთვის, რომ სანქციები შემოვიღოთ ევროკავშირის დონეზე გვჭირდება 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა და ამ ეტაპზე სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ერთსულოვნება. არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან. სწორედ ამიტომ ჩვენი წევრი სახელმწიფოების უმეტესობამ გადაწყვიტა სანქციების შემოღება და სულ უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს ფიზიკური პირებისა და თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში. ეს არის ერთმანეთის სტანდარტი. პაველ ხერჩენსკიმ იზღა დარჩენია, რომ მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა და შექმნას პოლიტიკური პარტია, რომელიც ყველაზე წინ დადგება იმ ბრძოლის ველზე, რომელიც გამოაცხადა ნაციონალურმა მოძრაობამ. შეადარეთ ვითარება, რა ხდება საქართველოში, როგორ შორდები დემოკრატიას და თურმე სერია როგორ უახლოვდება დემოკრატიას, რომელსაც მილიარდობით დახმარება გამოუყო ევროკავშირმა. ეს არ არის განცხადება დიპლომატის, ეს არის მიკერძოებული ადამიანის განცხადება და მე ვფიქრობ, აბსოლუტურად უტიფარი იმ ნაწილში, როდესაც საქართველოს მიმართ ითხოვს სანქციებს. საქართველოს, რომელიც 20% ტერიტორიები ოკუპირებულია, იმ ხალხის მიზეზით, რომელიც დღეს გვევლინება ხერჩენსკის მოკავშირედ საქართველოში. ქვეყანას, რომელსაც ყველაზე მაღალი რეიტინგები აქვს, პრაქტიკულად ემუქრება სანქციებით. ამას არ ქვია დიპლომატია, ეს არის პოლიტიკურ ველზე გაჭრილი ხერჩენსკი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ ევროკავშირის ელჩის განცხადებიდან, რომ არ იშურებენ ძალისხმევას იმისათვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია, ევროკავშირთან ურთიერთობები საქართველოს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული ინსტრუმენტი. ევროინტეგრაცია არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკური მიმართულებაა ქვეყნის მთავარი, რომელიც კონსტიტუციაში ასახული, ეს არის ჩვენი ისტორიული და ეროვნული სწრაფვა სწორედ ევროპული ოჯახის წევრობისკენ და საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი და სწორედ ერთ-ერთი მთავარი დამცველი იმ ევროპული ფასეულობების, რომელზედაც დგას დღევანდელი თანამედროვე ევროპა. აქედან გამომდინარე ნებისმიერი სპეკულაცია და ის სრულ ნარატივები, რომლებიც თავად ქმნიან და შემდგომ უკვე თავად ატრიალებენ საქართველოს წინააღმდეგ, საბოლოო ჯამში კარგად ჩანს და კიდევ უფრო უკეთ გამოჩნდება, რომ არის არაფრის მომცემი, არის უბრალოდ ტყუილზე აგებული. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც არაერთხელ დაუდასტურებია მისი ერთგულება სწორედ ფასეულობებისადმი, სწორედ იმ პრინციპებისადმი, რაზედაც დგას თანამედროვე ევროპა და არაერთხელ დაუდასტურებია, რომ საქართველო არის სწორედ ევროპის, სწორედ დასავლეთის ქვეყნების სანდო პარტნიორი რეგიონში. აქედან გამომდინარე, ამ ურთიერთობებს ჭირდება გაფრთხილება, ამ ურთიერთობებს მხოლოდ ჩვენ ვერ გაუფრთხილდებით, მეორე მხრიდანაც გვჭირდება ნახოთ იგივე დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებაც ჩვენ გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ.